ყველა მიიღებთ თითო სტიკერს. აბა ისეც გამოცა. სად მივდივართ, აბა დააკვირდით. გაიხსენეთ და დაწერეთ პეტერის ერთი დღის გაკვეთილების ცხრილი. დასრულეთ. გადავდივართ. სწრაფად. მოკლედ ჩაწერეთ. მოკლედ. პასუხები. მათემატიკა, ბუნება, სპორტი, კითხვის გაკვეთილი, რამდენი გავხსენეთ? ერთი და აბა შემდეგ იყოს უსმენთ. 1, 2, 3. მოგცა, შემდეგი დავალება. სპორტულ დარბაზში მივდივართ. განმარტე ერთი სიტყვით. რას ნიშნავს თავლაფიანი, ანუ სიტყვა თავლაფიანი, მოთხრობაში ჯგუფს თავლაფიანობა მოსდევს. ნახოთ როგორ გასწორებთ სიტყვები. რას ნიშნავს სიტყვა თავლაფიანი? რა შინაარსით გამოიყენება? შეცვლილი. ოჩახ. კი ბატონო, ზოგ სიტყვილი უწერია, მაგრამ შემიძლია ჩავთვალოთ, იმიტომ რომ კონტექსტს მიხვდნენ. გადავიდეთ ხუთიანი მოგცა. კიდევ გაიხსენეთ და დაწერეთ აბა ყურადღებით. 3 შედგენილი სიტყვა. მნიშვნელობა არ აქვს ის სიტყვა ჩვენ ვთქვათ, არ ვთქვათ, შეხვედრია, თვალ შეხვედრია. და ეს არ არის, რა თქმა უნდა, კონკრეტული, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება სხვა გაქვთ, თუმცა შედგენილი სიტყვები რომლებია? აბა როგორია შედგენილი სიტყვები? ვინ მეტყვის როგორია? ორი სიტყვის გამო შედგება, ხო? მაგალითად, ყვითელ გულა, წვრილფეხა, ყვითელი. ყველა მათგანს დაწერილი გაქვთ, ამიტომ თითო ყველას ვეკითხავთ. შემდეგი. ეხლა სანამ აქ შინაარსი ვერ გაიგო, შეიძლება ვერ მიხვდე რას გულისხმობს, რა კითხავს შენგან, ანუ რა გამოცალის პასუხი რა არის, მაგრამ სამაგიეროდ მიხვდები, რითი ბგერებით, ხმოვნებით რა სიტყვა შეიძლება იჩნდეს. შევთანხმდით? თითო, მაჯაურა ყველასთვის. აბა დავიწყოთ? ეხლა ძალიან მისმინეთ რა. შევთანხმდით? დავიწყოთ? ცხენს ფლოქვებზე აჭედებენ. გზაზე რჩება მისგან კვალი. უკინა არის მოგრეხილი. ალბათ მიხვდით თქვია? ოჩა, ერთი ამან. შემდეგი აბა ზატყა. აგიდა ეჩენა, ესე იგი დაზამთრდა და ქალაქს თავზე. თეთრი ფუდი ებურა. მიგვატოვეს ჩიტუნებმა მარკის თვემდე ეულად. მხოლოდ ერთი არ ვღალატავს. დაგჭიჭიკებს ერთგულად, აწაწინა მოგუზული. ვინ არის? ყინვისაგან როცა წვეთებს, იყინება ბოლოები. საწვეთურებს რა კიდია, გამჭვირვალე? საწვეთურებს როცა ბოლოს იყინება ბოლოები. საწვეთურებს რა კიდია, გამჭვირვალე? რა არის რაღაცა რაც კიდია, გამჭვირვალე? მიდი. აი მაგას რა ქვია ნახილს? მეორენაირად, აი ხილს რასაც ჩემ მეუბნები. როგორ? ოჩა, ერთი კულამა. გადავედით შემდეგზე. მოდი დავყოთ ბიბლიოთეკას რავდა. მოიმარჯვეთ თქვენი კალმები და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს რა.
აბა კარგად დაფიქრდით და როგორც გასწავლეთ, აუცილებელია პატარა მინიშნებების ჩანიშვნა. სამ ვაგონში სხვადასხვა რაოდენობის მგზავრია. აბა როგორ განიშნებთ ხოლმე სამ ვაგონში? სამ ვაგონზე 8, სამ ვაგონზე 5 რაღაცაზე როგორ განიშნებთ? პირველ ვაგონში 20 მგზავრია. ფიქრო? ხარება. პირველ ვაგონში 20 მგზავრია. მეორეში 5-ით ნაკლები ვიდრე პირველში. ნახეთ, მეორეში არის 5-ით ნაკლები ვიდრე პირველში. ხოლო მესამეში 10-ით მეტი. აი ეხლა ერთი წუთი რა საკეთებ? სამი. აბა სამი რიცხვი. 20 გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე და ძალიან ხოთ ყურადღება. ნახოთ აბა სიმბოლოები მოვიპოვეთ. აქეთ. დაჩი. უი დირექტორმა დაგვიგა რა ალბათ გამიგო. ამ დავალებას დასწროთ, ამ დავალებას უცვლი. ამას ნუ შეხედავთ მე მიყურეთ. რისი ტოლია დაინახეთ ნუ გეშინია. რისი ტოლია? ყურადღებით. ვიცი რომ დაინახეთ. რისი ტოლია? 40-ის წინა და მომდევნო ათეული რიცხვების ჯარი. რისი ტოლია? 40-ის წინა და გადააბრძანეთ. შემდეგ დიახ, ასია, ისა იქნებოდა რომ ყოფილიყო 50, მაგრამ რადგან 40-ზე გადაგეცებინეთ, ამიტომ ცხადია 100 ვერ იქნება. პასუხი. პასუხი რა მიიღეთ? კი ბატონო, პასუხი. 4. თვითონ ჩამოვიგე და გადავედი შემდეგ. როგორ გასწავლეთ ეს? მე მეუბნები წერეთ. გიო ჩაიფიქრა რიცხვი. მიუმატა 20. გამოაკლო 15 და მიიღო 40. ხარება იფიქრე. ადექრესე რა, ადექრესე. პასუხი. შემდეგი გადავდივარ. რიცხვის მიწა. სადაც ჩემ თავს უფლებას მივცემ, რომ თუ დაგჭირდებათ დაგეხმაროთ. ეხლა პირველი, მოდით უცბად დაფიქრდით და დამიწერეთ თოვლის ბაბუა რისი ტოლია ჩემ. ერთი თოვლის ბაბუა, არ მინდა მას დამიწერეთ. აი, იდეთოსაც გავაგრძელოთ? აი, მიდი, აბა 31. 5 ვიცით, ნაძვის ხე არ ვიცით. აბა ივანე გაუცვალე ერთი, არა, ნიკოლოზ გაუცვალე არა. ვიკას დედა და მამა ტოლები არიან. მათი ასაკების ჯარია 80. რამდენი წლისაა თითოეული? ძალიან მარტივია, ასე გავუგებთ. გამოვიდოთ კიდევ ერთი რომ რაღაცა ცოტა უფრო ესეთი მოვიდავი. ეს ავტორიტეტზე რომ გამოვიდეთ. ამიტომ ეხლა ჩამოვარდეთ. ეს დავალებას მარტივია და იმედი რომ გავიკლავდეთ. რომელიც მოგეცით.
თამაშია. როგორც პრესტიკიდანში გამარჯვება სრამო აქვს, ხო, როდესაც ან ჰორიზონტალური, ან ვერტიკალური ფაზები ივსება, ან დიაგონალი. თქვენ ისე უნდა განალაგოთ 6x, რომ არ მოხვდნენ ზუსტად არც ვერტიკალზე, არც დიაგონალზე და არც ჰორიზონტალზე. ანუ 3 ერთმანეთის არც ვერტიკალზე, არც დიაგონალზე და არც ჰორიზონტალზე არ უნდა მოხდეს 3 ერთად. ამაზე შეგიძლიათ დაწეროთ, ეს არის მატერიალი და დაიშვა.